აი მეგობრებო, ამ შესანიშნავი სალონიდან ეხა გადაგანაცვლებთ ნაკლებად შესანიშნავ სალონში და გეტყვით რა მომწონს და რა არ მომწონს იმ სალონთან. მე ხო ვაკეთებ ხოლმე შედარებებს, ხო და ეხა უნდა გადავიკიდო სხვა ბრენდის ხალხი. წავედით ხალხის გადასაკიდებლად. აი პრადოს შესანიშნავი სალონის მე გადმოვინაცვლეთ აქ და არ ვიცი ხა რა ვთქვა ამ სალონზე, რა ვიცი, სალონია რა, ხა პრადოს მერე ეგეთი ვერაა როგორც უნდა იყოს, მაგრამ წავარა. ხო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ეხლა რა შეიძლება ითქვას? პრადოს როგორ შევადარებ? ეს მანქანა არ ედრება, მაგრამ რა არ მომწონს პირადად მე, ხო, ძალიან კარგი სავარძლები და ყველაფერი აქვს. აი ნახეთ, ჩემი ფეხი ეჯახება ამას, არ ვიცი ეგეთი ჩდომა მაქვს, რატომ გახსოვთ საფეხს ბოლომდე ავშლი ხოლმე. პრადოში ან ნებისმიერ სხვა ჯიპში ბევრად უფრო კარგად ვზივარ და ეს ადგილი როგორც ჩანს აქ არ მედება ხოლმე არაფერი, ეს ადგილი მტკივდება პერიოდულად. ამას რო ედება მაგის გამო. ეს აქ ძალიან ხისტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტყავებში ყველაფერი ტყავია და ყველაფერი ის თან რბილია, მაგრამ ფეხი რო გიდოს დიდი ხანი, მერე ფეხს გატკიებს. ეგ ერთი რაც არ მომეწონა. მეორე, აქ ტელეფონი არ ეტევა, ჩემი ტელეფონი არ ეტევა, iPhone 16 Pro Max-ია. აქაც არ ეტევა, რაოდენ გასაკვირიც არ იყოს, აი ეს ერთხელ ჩავდეთ რივს ამოვირე, მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაცა wireless დამტენი აქვს, იქ პრაქტიკულად ვერ ჩადებთ და ვერ ამოიღებთ და რა გამოდის ამ ტელეფონს ვერ ვდებ ვერსად. ეს მიგდია ხოლმე აქ. რაც ცოტა უცნაურია, რატო არ გაითვალისწინეს ესეთ დასტევი, არ ვიცი. სხვა დანარჩენი რა გითხრათ ხალხო, მანქანა არის სასწოული, სიმონ, სასწოული, ძალიან კარგი მანქანა არის ნამდვილად, მაგრამ აი ეს რაღაცა მცირე ნიუანსები და მინუსები, რა თქმა უნდა, ყველა მანქანას აქვს, ამიტომ არ უნდა გაიკვირდეთ. აი, ეს იყო ძირითადი შედარება პრადოსა და ამ მანქანას შორის.